საკუთარ ბრიფინგზე სახალხო დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის დასკვნასაც გამოეხმაურა. ამ დასკვნაში საუბარია საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ შექმნილ მდგომარეობაზე. რას ამბობს სახალხო დამცველი ამ თემაზე? ანა წერეთელი ჩაგურთება პირდაპირ ეთერში დეტალებით. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა უნდა იყოს გარანტირებული, ეს საკითხი დღემდე არ არის დარეგულირებული. ამის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა უჩან ანუაშვილმა. სახალხო დამცველის განმარტებით ამ საკითხზე მუშაობს სპეციალური კომისია, რომელსაც უნდა მოემზადებინა დასკვნა პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებასთან დაკავშირებით. ანუაშვილის თქმით, აუცილებელია, რომ ამ კომისიამ გააგრძელოს მუშაობა და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა შეიცვალოს. ხელშეუხებლობა უნდა იყოს გარანტირებული კანონმდებლობით და უნდა იყოს გარკვეული სამართლებრივი ჩარჩო და უნდა იყოს დარეგულირებული ეს პროცესი. დღემდე ეს საკითხი არ არის მაქსიმალურად დარეგულირებული. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ გამოძიება იმ მასალებთან დაკავშირებით, რომელიც იქნა მოპოვებული, აუცილებლად უნდა ჩატარდეს და გაეცეს კითხვები ძალიან ბევრ პასუხს. თუ რატომ ხდებოდა ათასობით საქმის და ათასობით ვიდეო, აუდიო, ფოტო მასალის მოპოვება წინა ხელისუფლების პერიოდში. უჩან ანუაშვილმა დღესვე განმარტებები გააკეთა Human Rights Watch-ის დასკვნაში მოყვანილ შეფასებებზე 8 თებერვლის აქციასთან და ასევე სექსუალური უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებით. ანუაშვილი ამ ნაწილში სრულად იზიარებს Human Rights Watch-ის შეფასებას. დღესვე სახალხო დამცველმა ასევე ისაუბრა ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით. Human Rights Watch-ის ანგარიში სრულ თანხმდრაშია სახალხო დამცველის მიერ გასულ დეკემბერში მომზადებულ სპეციალურ ანგარიშთან, მათ შორის ამ საკითხის შეფასებისას. ჩვენი ინფორმაციით, რიგ შემთხვევებში იყო დაგვიანებული რეაქცია, რიგ შემთხვევებში საერთოდ არ მოხდა რეაგირება. Human Rights Watch-ს აქვს პირდაპირ მოყვარული სახალხო დამცველის პოზიცია და ჩვენი მოსაზრება, რომ რაღაც კონკრეტულ საკითხებზე, თუნდაც 8 თებერვლის მოლეთან დაკავშირებით, რეაქცია იყო დაგვიანებული და პოლიციას უნდა გაითვალისწინებინა ის შედეგი, რაც შესაძლოა მოჰყოლოდა. მით უმეტეს, როდესაც მას ჰქონდა ინფორმაცია დემონსტრანტთა რაოდენობის, მიზნების და ფორმების შესახებ, რომელიც შესაძლოა ყოფილიყო გამოყენებული. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, კითხვები შესაძლოა არსებობდეს, მაგრამ კვლავ იბილარებს სასამართლო პროცესი, ამ პროცესში ასევე ჩვენ ვართ ჩართულები, ვაკვირდებით ზოგადად მთლიანად პროცესს და შესაბამისად ჩვენს ანგარიშიც იქნება გარკვეულწილად ასახული ის კონკრეტული საკითხები, რომელიც ჩვენსაც არის საინტერესო და მნიშვნელოვანი. დღევანდელ ბრიფინგზე უჩან ანუაშვილი გამოვიდა ერთი ინიციატივით, ის ითხოვს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მონიტორინგი სახალხო დამცველის აპარატმა განახორციელოს. დიდი მადლობა, ანა წერეთელი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.